გოგვების კლუბის პარტნიორია კრისტალბეთ ეროვნული ლიგა. ახლა კი ვნახოთ სიტუაცია. ახალ წელს დაქალი მოულოდნელად ესტუმრება უახლოეს დაქალს, რომელიც ამ დროს სულ სხვა სტუმარს ელოდა. აი მე გიჟდები ახალ წელზე, როგორ მიყვარს ჩემი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია და გული მიგრძნობს, რომ ეს ახალი წელი იქნება რაღაცნაირად განსხვავებული და განსაკუთრებული, იმიტომ რომ პირველად შევხვდები ახალ წელს კაცის მკლავებში. ой, მე არ ჯერა. მე რა რომ ჩემი დაქალის ქმარია, მერთხელ რა უჭირს რა. შენ გაგიმარჯოს თამრიკო. აბა თუ მოვა ეხა. მოვიდა. Jingle bell, jingle bell, jingle bell rise. Woo! Good. გილოჭამდე. მადლობა. აბა რა შვები, ჩემო სიყვარულო? ცია? ხო. აუ, როგორ არ დამოდი? აქ რა გინდა? ჩემ თავს გაფიცე? გოგო, მოკლედ, დათუნა წავიდა მივლინებით ერთი დღე ზუსტად რა და ეხა ახალ წელს მარტო ხო არ შევხვდებოდი სახლში რა. ხო და რაღაცა მოვიწყენდი და მე კი ჩემ საუკეთესო დაქალთან გამოვედი. ხო, ძალიან კაი გიქნია, მაგრამ ახალი წელი ხო ისეთი დღესასწაულია, რომ ყველა თავის ოჯახში უნდა შეხვდეს, რაღაცა ოჯახური დღესასწაულია რა. ხო, ჩემო სიცოცხლე და მაგიტომაც მოვედი შენთან, რომ შენ ხარ ჩემი ოჯახი, იმიტომ რომ დათუს არ ეცალო და შენ ხარ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო შორის უკეთესო დაქალი. ხო, მაგრამ ოჯახური დღესასწაული, ანუ იმას ნიშნავს, რომ ესე ვიცი რა, რომ ყველა თავის ოჯახში უნდა შეხვდეს ახალ წელს. ხო და შენ ხარ ჩემი ოჯახი და ჩემი საუკეთესო დაქალი. აი და ნუ მეუბნები ბევრჯერ ამ საუკეთესო დაქალს რა. თან არ გამიხარ და გამოვედი. გოგო. როგორ არ გამიხარ და რა შემატყე ხა? უბრალოდ რა არის, იცი რომ ოჯახში რომ შედიან ახალ წელს, ხო? შეაქვთ ხოლმე ტკბილეული, იმიტომ რომ ხელსარიელი შესვლა ხო არ შეიძლება ახალ წელს და მოდი იცი რა ქენი? მაღაზიაში ჩადიე ხა შენ 1-3-4 საათით და ტკბილეული იყიდე და ამოდი, კაი? უდევის გარეშე მოვიდოდი, გოგო. შენ ნორმალური არ მიცნობ? აუ, კი, გიცნობ. ხო, მე სასმელი რო არ მაქვს. ჩადი 3-4 საათით მაღაზიაში და ამოდი, კაი? მოდი, აი ეს რა არის? ყველაფერი გვაქვს, ყველაფერი, ჩემო სიყვარულო. დედა რა მომზადებულია? იმისთვის რომ ძალიან მაგარი ახალი წელი გქონდეს. რა თქვი? არაფერი, იცი რა ვიფიქრე, ანუ ხო არ გირჩევნია რომ სასტუმრო გიქირაო ნომერი სასტუმროს რომ თავისუფლად იყო რაღაც ჩემთან რო არ შეიბოჭო რა სასტუმროში იქნება დროსიკით გინდა გავლა ხო? გოგო აქაც გავალ ვივლი ჩვეულებრივ დროსიკით კი არა რავი როგორც მე მინდა ისე პირიქით სასტუმროში ძალიან მოვიწყე ჩემო სიყვარულო დავლიოთ გოგო დავლიოთ კი არა მაშინ რა ქენიცი შენ ქმარს დაურეკე ხო და უთხარი რომ ჩემთან ხარ კაი? არ ჭირდება კაცო მენდობა იცის ყველაფერი რა მიდი გოგო კი გენდობა მაგრამ გული რაღაცნაირად ცუც მიგრძნობს ციაკო დაურეკე და უთხარი რომ ჩემთან ხარ. აი შენ რო არ ინერვიულო მაგიტომაც დაურეკავ ეხა შენთან სპიცავა რა. ხო მიდი უნდა დაურეკო. ალო დათუ. დად გესმის ჩემი ხმა? დათუნა დად რა ცუდად ისმის და რატო ისმის ვერ ხვდები შენ დათუნა ხო გეუბნებოდი დაურეკე გული ცუც მიგრძნობს ხო? ერთი წა დათუნა აქ რა გინდა? ისა რა ქვია რომ ისა მივლინებაში ხო ვიყავი ახალ წელსო გამანთავისუფლეს რომ წადი ოჯახთან ერთად შეხვდიო და სახლში რომ მივედი შენ სახლში არ დამხვდი და ვიფიქრე თამართან არის მეთქი მოსული და გამოვედი რა და აქ ხარ და ეს ბომბონერი აი ეს შამპანიური და ყვავილი რომელიც ჩემთვის 5 წელია საერთოდ არ მოგირთმევია მომართვია აქ თამუნა სახლში აქ რა გინდა მეთქი ბიჭო რა ქვია იმას? ხო, რა გინდა? დროზე მითხარი მიზეზების და სისულელეების გარეშე რა გინდა აქ და რატო მოხვედი აქ? მოკლედ რა. გეტყვი. რა არის? სანტა კლაუსად დავიწყე მუშაობა. ხო იცი რა, მაგრად მევასება ბავშვები? ბავშვები გევასება, ბიჭო, რამდენი წელი აქვს თხოვ შენგან შვილი მინდა მეთქი და არაციაკო, ჯერ მამობისთვის მზად არ ვარო. მამობისთვის არა, მაგრამ
ბაბუობისთვის ხო ვარ თქო მზად. აუ ეხა იქ შენი ბლა 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 გადადე გვერდზე რა გინდა აქ თამუნა სახლში ისა რა ქვია დროზე მიზეზების გარეშე მეთქი მითხარი რა გინდა რატო ხარ აქ კარგი გეტყვი სიმართლეს გეტყვი ძალიან მერიდებოდა ამის თქმა სანტა კლაუსად დავიწყე მუშაობა იმიტომ რომ სამსახური მჭირდება და რავი ხო გასაგებია ძალიან კარგი მიზეზია მაგრამ წინა კვირას მე მგონი ბანკში დაგაწინაურეს და ერთ-ერთი მთლიანი სათავო ოფისი ჩაგაბარეს შენ ხელფასიც მოგიმატეს და ვერ გავიგე ხა რას ბოდიალობ ცია კი და მა წინაურეს და დირექტორს და საბჭოს უფროსი გავხდი მაგრამ იცი რა არის გაზი იცი რამდენი მოვიდა იმ თვის ბიჭო ნუ ბოდიალობ მეთქი რაღაცებს რა გინდა ჩემი დაქალის სახლში ისა რა თქვი სიმართლე პედაპე მიზეზი ნუ მოიფიქრებ ახლა ნუ რაფერს ძალიან გთხოვ შენი მიზეზი რომ აი რაღაცა ისე მოხდა რომ სანტა კლაუსი ვარ მე და თამუნამ შემთხვევით ამერიკა და მე მოვედი ამჭირდება ეგ მიზეზები პირდაპირ მითხარი რა გინდა აი აქ გეტყვი მითხარი გღალატო აი ესეც ვიცოდი აი ვიცოდი და მინდოდა რომ შენი პირით ამოსულიყო რამდენი ხანი გრძელდება ღალატი წუთნახევარი 2 წუთი გოგო ეგ მეც ვიცი როგორღაც თქვენი ურთიერთობა როდის დაიწყო რამდენი ხანია რაც მე აი ესე ვცხოვრობ რამდენიმე თვეა ხო ანუ წინა ახალ წელსაც აქ ეგდები რომ მითხარი რომ სამსახურში ვარო როდის წინა ახალ წელს არა წინა ახალ წელს მართლა სამსახურში იყო მეც ისე მომიშალა ნერვები ცია გოგო შენ ენა მიიგდე მე მოგხედავ ცოტა ხანში ანუ რა გამოდის ახლა რომ დაქალიც მღალატობს და ქმარიც მღალატობს აუ რა მაგარია ეხა ხო საახალწლო აქციებია ყველგან და შენ მოყევი აქციაში ციაკო 2 ღალატი ერთის ფასად აი შენი იუმორი ძალიან მიყვარს ხოლმე მაგრამ ეხლა ძალიან უადგილოა კარგი ანუ აი პროსტა მართლა რანაირად რატომ მღალატობ რისთვის მღალატობ მართლა ვერ ხვდები რა ანუ ჩემთვის არც დაბადების დღეა არც ახალი წელი არც აღდგომა არაფერი არ არის საერთოდ და რო ამარც რო ის წითელი კაბა გიყიდე ეგ რატო არ გახსოვს თეთრი ბარდი ქონდა წინ ამ კი გოგო იცი როგორი კაბაა ეს წითელია მოტკეცილი აქ და დაშვებული და დიდი თეთრი ვარდია აი რა მე მეგონა ეგ კაბა დავკარგე დათუნა რა ანუ პროსტა მართლა ამიხსენი ადამიანო რატომ ღალატობ იმიტომ რომ სახლში ყოველთვის არეულია ყველაფერი თუ იმიტომ რომ საჭმელი მის დღეებში არ მაგაკეთებული შენთვის თუ იმიტომ რომ შენთვის საერთოდ არ მცალი და სულ სქროლო ანუ მიზეზი მითხარი ადამიანო რატომ ღალატობ კარგი რა ხალხო რა გჭირთ თქვენ კიდე ახალი წელია დავლიოთ გავერთოთ რა არა მართლა რა მოგივიდა შენ ახალ წელს ესე უნდა შევხვდეთ ხო იცი კარგად უნდა შევხვდეთ ახალ წელს რომ მთელი წელი მე კარგი გქონდეს ცია ეს შენ აი გაჩუნქა ხო იცი მართალია ორივე ძალიან მართალს ამბობთ ახალი წელია კარგად უნდა შევხვდეთ ხო ერთად სამივე ხო ახალი წელი თამრა შენ გოზინაყი გააკეთე? აუ კი. ჩემი გოზინაყი. დაჭერი უკვე? არა, ჯერ დამიჭრია. წამოდი გავიდეთ თუ გინდა და ერთად დავჭრათ. შენი შემოთავაზება ძალიან მომწონს. ჩემი საუკეთესო დაქალი თავაზობს რომ გოზინაყი ერთად დავჭრათ. კი. წამოდი დანამჭირდება. გოზინაყი დავჭრათ? ხო. მე დავჭრე. ხო, ცოტა ხანი მათხოვე, სანამ გოზინახს დავჭრი. ხო. რაღაცას მოვჭრი. კარგი? სულ წამიმჭირდება. რაღაცას მოვჭრი და მე ერთად გავჭრათ გოზინაყი დაკუ. ხო, მაგრამ ცია, რას მოჭრი? ეხლა მომისმინე შენ. ხო. თამაში რომ უფრო დავძაბოთ და საშინელი გავხადოთ, გაიქეცი. სამამდე ვითვლი. 1 2 კაი. 3 მოდი აქ ბიჭო შენ. მოდი აქ.